საინტერესო ვლოგი მოგიტანეთ, ვიდეოს ბოლოს არის unboxing-იც, ამიტომ ჩაუჭერთ. მიუხედავად იმისა, რომ კვირადილა იყო, არ დავიზარე და წავედი პილატესზე. კმაყოფილი და ცოტა დაღლილი გამოვედი კლასიდან, იმიტომ რომ საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები გავაკეთეთ. სახლში დაბრუნებისთანავე დავიწყე მოწესრიგება, რადგან დღეს გეგმაში გქონდა მოლში წასვლა. გავიკეთე მსუბუქი მაკიაჟი და აქ უკვე მოვედით მოლში და პირველი გაჩერება იყო food and market-ი, რადგან ძალიან გვშიოდა ორივეს. სახეზეც მეტყობა რომ კოფეინი მჭირდება, მაგრამ ცხელი ყავის ნაცვლად ცივი ყავა დავლია, რაც ძალიან იშვიათად ხდება ჩემს ცხოვრებაში. ზუსტად ვიცოდი, რისი ყიდვაც მინდოდა. პირველი გაჩერება იყო ოიშო და შემდეგ პენტი და წავედით ლისის ტბაზე სასეირნოდ. ცოტა ქარიანი ამინდი კი იყო, მაგრამ არ შევუშინდით. ეს აპარატი ალბათ დაგინახავთ ლისზეც. რამდენიმე თვეში ერთხელ ვაშაბეჭდავს ხოლმე თავის ფავორიტ ფოტოებს. ნახეთ რა თოვლივით არის მოფენილი ეს ბუსუსები, რომელიც ყველას ალერგიას გვაძლევს. სახლში დაბრუნე თუ არა, გადაწყვეტე მეჩვენებინა თქვენთვის რა შევიძინე ოიშოში. აი ამ ფერზე გავგვიჟდი ხალხო და ყველაფერი ვიყიდე ამ ფერის. და ერთი თეთრი მაისურიც გამოერია ამ ყველაფერში. ძალიან დიდი რიგი იყო მაღაზიაში და არაფერი მომისინჯავს, ამიტომ აქ თქვენთან ერთად ვნახულობ მეც სტანზე. ყველაფერი მომეწონა გარდა სპორტული ტოპისა, რომელიც ესი ავიღე, რადგან ემი არ იყო და ცოტა პატარა.